აქეთ ისეთი იდუმალი ფრინველი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენს თვალწინაა, შეიძლება ვერასდროს შენიშნოთ. ეს არის ღამის ფრინველი, რომელიც პირდაპირ ზღაპრიდან გამოსულ არსებას ჰგავს. მაგრამ რა ხდის ამ ფრინველს ასეთ განსაკუთრებულს? მოემზადეთ, რადგან ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით, გაგაოცებთ. ღამის ფრინველი, რომელიც ნექტებიედეს ოჯახს ეკუთვნის, ნამდვილი კამუფლაჟის ოსტატია. მისი უცნაური სახელი ზუსტად ასახავს მის ქცევასა და გარეგნობას. დღის განმავლობაში ის სრულიად უძრავად რჩება ტოტებზე, ხის მორებზე ან კუნძებზე, ისე, რომ თითქმის ზებუნებრივად ერწყმის გარემოს. მისი ნახევრად დახუჭული თვალები და ბუმბულები სრულყოფილად იმეორებენ ხის ტექსტურას, რაც მას თითქმის უხილავს ხდის მტაცებლებისა და არაფრის მომცემი დამკვირვებლებისთვის. ღამის ჩამოწოლისთანავე ეს სამოსის ოსტატი ნამდვილ ოსტატურ მონადირედ გადაიქცევა. ის იკვებება მწერებით, როგორიცაა ჩრჩილები და ხოჭოები, რომლებსაც ფრენისას დიდი პირით იჭერს. მისი ჩუმი და მოქნილი ფრენა მას ღამის მწერების სამყაროში დაუნდობელ მტაცებლად აქცევს. მაგრამ ამ ფრინველზე კიდევ უფრო საოცარი რამ არის მისი ხმა. ღამის ფრინველის სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელია ცხოველთა სამყაროში. მისი სევდიანი და ღრმა ხმა ტყეში ისე ისმის, თითქოს მოჩვენების ჩურჩული იყოს. ბევრ კულტურაში ამ ხმას ლეგენდებსა და ცრურწმენებს უკავშირებენ, მიაჩნიათ, რომ იგი წინასწარმეტყველებებს ან საიქიოდან გამოგზავნილ შეტყობინებებს შეიცავს. თუმცა სინამდვილეში ეს ხმა ტერიტორიის მონიშნისა და პარტნიორის მიზიდვის პრაქტიკული საშუალებაა. რაც შეეხება გამრავლებას, ღამის ფრინველი უნიკალური მეთოდით უვლის თავის ბარტყებს. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებიც რთულ ბუდეებს აშენებენ, ის თავის კვერცხს პირდაპირ ტოტზე ან ხის მორზე დებს და მთლიანად ეყრდნობა საკუთარ კამუფლაჟს, რომ დაიცვას შთამომავლობა. დღის განმავლობაში ზრდასრული ფრინველი სრულიად უძრავად რჩება, იმდენად რომ სრულიად ერთიანდება გარემოსთან და თითქმის შეუძლებელი ხდება მისი ცოცხალ არსებად აღქმა. მაგრამ კიდევ ერთი საოცარი დეტალია, როდესაც საფრთხეს გრძნობს, ღამის ფრინველი ახორციელებს გასაოცარ ხრიკს. გაქცევის ნაცვლად ის სხეულს წევს, თვალებს თითქმის სრულად ხუჭავს და ხის მორის გაგრძელებად იქცევა. ეს იმდენად ეფექტური მასკირების ტექნიკა, რომ მტაცებლები ვერ ამჩნევენ და უბრალოდ გვერდსუვლიან. ეს უნარი იმდენად დახვეწილია, რომ გამოცდილი ბიოლოგებიც კი ხშირად ვერ პოულობენ ამ ფრინველებს ბუნებაში. ისინი მხოლოდ მაშინ ხვდებიან მათ არსებობას, როდესაც ფრინველი მოძრაობს ან ღამით თავისი ხმით პარტნიორებს იძახებს. ეს ამ სახეობის შესწავლას ნამდვილ გამოწვევად აქცევს, მაგრამ ასევე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამოცანად ორნითოლოგიაში. ღამის ფრინველები ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ხშირ და კარგად შენარჩუნებულ ტყეებს, სადაც იოლად პოულობენ თავშესაფარსა და საკვებს. თუმცა როგორც ბევრი სხვა სახეობა, ეს ფრინველებიც განიცდიან საფრთხეს ტყეების გაჩეხვისა და გარემოს განადგურების გამო. ტყეების შემცირებასთან ერთად, მათთვის უსაფრთხო ადგილების პოვნა სულ უფრო რთული ხდება. მიუხედავად ამისა, ღამის ფრინველი ამჟამად გადაშენების პირას არ იმყოფება. მისი საოცარი ადაპტაციისა და კამუფლაჟის უნარი საშუალებას აძლევს, რომ გადარჩეს ისეთ ადგილებშიც კი, რომლებიც ადამიანის ჩარევით შეიცვალა. თუმცა მისი ჰაბიტატის დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ეს იდუმალი ფრინველები ისევ არსებობდნენ და გააგრძელონ ჩვენი გაოცება. ბევრ ადგილობრივ ტომსა და ტრადიციულ საზოგადოებაში ღამის ფრინველზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ზოგიერთ კულტურაში სჯერათ, რომ ეს ფრინველი ტყის მცველია და ის მოასწავებს უცხო ადამიანების ან მტაცებლების მოსვლას. სხვა თქმულებები კი ამბობენ, რომ ღამის სულები ამ ფრინველის ფორმას იღებენ ადამიანების დასაკვირვებლად. როგორც არ უნდა იყოს, ერთია ცხადი, ღამის ფრინველი ყოველთვის იწვევდა პატივისცემასა და ცნობის მოყარეობას. თუ თქვენ ჯერ არ გინახავთ ღამის ფრინველი, ნუ ინერვიულებთ. შეიძლება მთელი ცხოვრება ტყესთან ახლოს იცხოვროთ და მაინც ვერასდროს შენიშნოთ. მაგრამ შემდეგ ჯერზე, როცა ტროპიკულ ტყეში მოხვდებით, კარგად დააკვირდით ხის მორებსა და ტოტებს. ვინ იცის, იქნებ ერთ-ერთი მათგანი ცოცხალია და მხოლოდ ღამესელის, რათა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინოს. ახლა კი, როცა ამ საოცარ ფრინველს იცნობთ, რატომ არ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვებს? ჩვენი პლანეტა სავსეა ისეთივე გასაოცარი არსებებით, როგორც ღამის ფრინველია. რაც უფრო მეც ვსწავლობთ მათ შესახებ, მით უკეთ შეგვიძლია მათი დაცვა. ამიტომ განაგრძეთ აღმოჩენები, განაგრძეთ სწავლა და არასდროს შეწყვეტოთ ბუნების საოცრებებით აღფრთოვანება.